წარმოიდგინეთ მას, რა მხელა შესაძლებლობები გქონია და რატომ არ ვიყენებთ ამ შესაძლებლობებს. დღემდე ვინმეს გამოუყენებია თერაპიაში. სამკურნალოდ ეს სიტყვები, მაგალითად ვიცი, რომ ამერიკაში სიქიურად შეშლილ ადამიანებთან მუსიკა ჩართეს ქართული სადავი შენ ხარ ვენახი და საოცარი დადებითი ემოციები მიიღეს აი ამ ავადმყოფებისაგან. ესე იგი რაღაცა ძალიან დიდი, მაგრამ ჩვენ ვამბობთ ეს მუსიკა ისეთ მუსიკა თერაპია არსებობს, თალასათერაპია არსებობს, წყლის თერაპია არსებობს, მაგრამ სიტყვის თერაპია ასეთი რა ზმენიათ? არა და საქართველოში ეს ძალიან წარმატებით გამოიყენებოდა. სიტყვა იგივე ლოცვა. აი ლოცვა, ნებისმიერი ლოცვა არის ისეთი დალაგებული სიტყვები, რომ იწვევს საოცარ შემოდინებას დადებითი ნაკადისას, აქრობს შიშს, აპათიას, უიმედობას, დაღლილობას და ავსებს ადამიანს სიმშვიდით. ლოცულობდნენ როდის, როცა შეეშინეს ბავშვმა, მაგალითად შიშის გამო, ხო? და ის ბებიას ლოცვები, ვითომ რომ დღეს დასცინიან ლოცვები რა არის, ის ძალიან სასარგებლო იყო ბავშვებისათვის. მაშინ გავაცნობიეროთ, ყველამ უნდა იცოდეს, რომ სიტყვას აქვს უდიდესი მნიშვნელობა და თუ გინდა ადამიანი ბედნიერი გახადო, სიტყვითაც შეგიძლია. არ არის აუცილებელი მას მატერიალური რაღაცა საჩქარი უძღვნა, არა, სიტყვითაც და თუ გინდა უბედური გახადო და თუ გინდა რომ მას სიცოცხლის წყურვილი მოუკლა და ჩაუკლა, აუცილებლად უთხარით ცუდი სიტყვა, რაც ყველაზე ძალიან ეჯავრება, ის ცილი დასწამეთ. აი ასე არის აწყობილი ეს სამყარო, ავისა და კარგისა და კიდევ ერთხელ ვიმეორებთ, არ ღირს ადამიანებო ერთმანეთის მტრობა, არ ღირს ერთმანეთის შური. არსებობს საღმრთო შური. საღმრთო შური ღმერთს უნდა მიებაძო, აი ეს არის. ღვთის მიბაძვა არის და ღმერთი უფალი ჩვენი არასოდეს არ ვილციტყვაობს, არ იწევლება, არ იგინება, სხვას გულს არ დგენს. პირიქით, როცა მას სჯიან, ის ყველას ლოცავს ტკბილი ენით. აი ეს არის მოშურნეობა ღვთისა. და მე ქართველი ამას მთელი სისულით ვაცნობიერებ და ეს მინდა ყველა ქართველამდე გასაგები ენით რომ მივიდეს. ადამიანებო, ყურადღება, იწყება ახალი ეპოქა. ჩვენ შევდივართ სულ სხვა განზომილებაში. ჩვენ აქამდე სამ განზომილებაში ვიმყოფებოდით, მეოთხეში გადავდივართ. ეს იმას ნიშნავს, რომ იხსნება ჩვენს წინ უკიდეგანო სამყაროს კარი, რომლის გაღება თვითონ ჩვენგან შეგიძლია, რადგანაც დედამიწაზე ერთადერთია ადამიანი ღვთის სახედ და ხადად შექმნილი. სხვა არც ერთი სულიერი არსება ამ მოვალეობას ვერ იკისრებს და არც შეუძლია და ვერც იკისრებს. რადგანაც ჩვენ ვართ მეტყველნი. მეტყველნი, ესე იგი ჩვენ შეგვიძლია ლაპარაკი. და ეს ენა ღმერთმა იმიტომ ამოგვადგნევინა, რომ ერთმანეთი დავლოცოთ, ერთმანეთს წავეშველოთ და არა იმიტომ სიცოცხლე რომ მოუსწრაფოთ და გავუმწაროთ. ამისთვის არ მოსულვართ. მაშასე ანი და ბანი. ანი პირველი და პირველი ცა არის, ეს მთვარის ცა არის. მთელი ჩვენი ანბანი ასტროლოგიურ სამყაროზე არის დაფუძნებული, მზისა და მთვარის სრბოლაზე. სწორედაც რომ ეს სრბოლა არის მთელი ჩვენი კულტურის ძირი, საძირკველი, ლიბო, რომელზედაც დგას ყველასაგან გამორჩეული ინდივიდუალური ქართული კულტურა, რომლის გვირგვინად მე ჩავთვლიდი ქართულ ცეკვა ქართულს. ქალბაშთა თრფობის უკვდავი და უნაზესი პოემა. ზუსტად ეს არის ანი და ბანი. ან მთვარე, ბან ბანოვანია. ბანოვანი ქალს ნიშნავს. ბანი მაღალსაც ნიშნავს. თუ ეს ქვემდგომია, ეს არის ზემდგომი. ბანზე გადმომდგარს ერქვა ბანოვანი. ვიცით ჩვენ ეს და ეს გახლავთ ქალბატონი. ბატონი და ქალბატონი. აბა ვნახოთ ჩვენი ჰემადრით
ჩვენი ასომთავრულის რიცხვებით სწორად გადმოცემთ თუ არა ჩვენს ნაზრებს იქნებს ყველაფერი ზღაპარია არა კი არა რასაც ჩვენ ვამბობთ და მოვიგონეთ ნახოთ რიცხვი არ მოგცემს მოტყუების საშუალებას ანი ცის ღმერთი გონება გახსნილი დიდი გონი ეს არის ანი რომლის ჰემატრია გვაძლევს 25-ს იგივე 7-ს 7 თვარის რიცხვია დიდი ღმერთის რიცხვია ბანი მისი ჰემატრია გვაძლევს 27-ს იგივე 9-ს 9 მზის რიცხვია მას ჩვენ არ ტყუით მართალია მთვარე და მზე და როგორ არის ახლა ვნახოთ ერთი ჯერ ბიბლიაში ვნახოთ როგორ არის ჯერ მზე შექმნა დღის მანათობლად შემდეგ მთვარე მცირე მნათობი ღამის მანათობლად შეხედეთ მზე დედაა ჩემიო ამბობს ქართველი მთვარე მამაა ჩემიო ახლა დავაწყვილოთ ეს ორი სხვანაირად თუ იტყვით ქართველები მამა დედას თუ ამბობთ ქართველები თუ კომპოზიტი გვინდა აუცილებლად უნდა ვთქვათ დედ მამა ისე როგორც და-ძმა ისე როგორც ცოლ-ქმარი ასე არის მზე მთვარე როგორც ბიბლიაშია მას ჩვენ მივყვებით ზუსტად ბიბლიას არც მეტი და არც ნაკლები მაგრამ ვნახოთ ზედა მთვარე კი შექმნა ამ რიგით მაგრამ მეექვსე დღეს ღმერთმა შექმნა სახე და ხატი თვისი საკუთარი და შექმნა იგიო მამაკაცად და დედაკაცად პირიქით კი არა მამაკაცად და დედაკაცად მაშასე თუ ზევით ცაში ვარსკვლავთა შორის დედაა ჯერ და მერია მამა რიგით ქვევით მიწაზე ბუნებაში პირიქით არის თაობს მამა და მის გვერდით დგას დედა ეს ანბანი რომელ ბუნებას ასახავს თუ ზენას თუ ქვენას იბა ქვენა მამა და დედაი ანუ სასულიერო პირებმა შექმნეს აი ეს ჩვენმა ქურუმებმა ანუ მამებმა ამიტომაც ის ჟამი იყო პატრიარქალური როცა ანბანი შექმნილა მას სად გაქრა მატრიარქალური ეს დრო სად იყო როდის იყო ყოფილა უკვე სანამ ბიბლია შეიქმნებოდა მანამ და ის დასრულებულა მაშინ როცა დაწყებულა ბიბლიური გზა მე მგონი ეს ორჯერ ორია სხვანაირად როგორ მას დაფარული ყოფილა მზის გზა და ხილული უკვე დაიწყო თვარის გზა ბიბლიური გზა ამიტომაც ბიბლიური ამები განაგებდნენ კაცობრიობის ბედ იღბალს იმის შემდგომ რაც დედამზე დაასრულა თავისი წრებრობა და დროებით მიიძინა სად დაიფარა მზე სად გაქრა ის მზე რომელმაც ამ ხელა ცოდნა მისცა ამ მამებმა ეს ცოდნა დედისგან აიღეს დედისგან და ზუსტად ამას გვეუბნება ღვთისმშობელმა შვა ქრისტეს არ უშვია დედა ღვთისა პირიქით არ მოხდება იმისგან წამოიღო და რაც წამოიღო ხორციელად მატერიალურად აი ის არის ქრისტე რაც დედის მოწლისგან მაგრამ ისიც გავიხსენოთ სიტყვითი შვა ქრისტე მარია დევა მარიასაგან დევა ამ შემთხვევაში ნიშნავს ქალწულ მარიას როგორ შვა ქალწულმა დედამ ძე თვისი მზედ წოდებული უყურეთ რა შეესახება აი ეს არის რაღაც საოცარი ბანი იმიტომ რომ თუ ანი პირველია და ბანი მეორეა მეორე შეითავსა პირველი ბ
ბოს შემდეგ დაიფარა ანი. მის შიგთავშია. ეს ბანოვარმა. ეს ხომ სასწაულია. ეს არის ქალწულებრივი შობა. ეს არის საკრალური. ეს გვეუბნება, რომ ის რაც იყო პირველი კაცი, თვარე, ის აი აქ აღმოჩნდა, ამ წიაღში აღმოჩნდა. ახლა ნახოთ ერთი. ბანი იყო 9. ზიგი მზის შვილი ვამბობთ. მართლა ასე ყოფილა, მისი წიაღიდან შობილა ქრისტე. და თუ ეს ასია, მაშინ ჩვენ, ვინც ქრისტიანები ვართ, ვინც ვეზიარებით მას პურითა და ღვინით, ანუ სისხლ ხორცელულად, ჩვენც მზის შვილები